ბოლოთი დავიწყებ გეგმა, რა თქმა უნდა, არსებობს, უბრალოდ ჯობია რომ ეს გეგმა ამოქმედებული იხილოს საზოგადოებამ, ვიდრე ამ გეგმაზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება ამით აქ შემოვიფარგლებოდი ამ ნაწილში. რაც შეეხება ხა უშუალოდ რა მოლოდინი მაქვს, რა სიზავს, თავარს გეტყვით მე რას გვძნობ. მე გვძნობ იმას 21 დეკემბერს გავხდი 41 წლის 21 დეკემბერს. და არასოდეს, ნუ მე არ მახსოვს ჩემი თავი ესეთი ამდენად მართალი, ხომ არის რომ სადღაც რაღაცა ისე არ გამოგივიდა როგორც გინდოდა პროცესი გინდოდა სხვანაირად წარმართული იყო გინდა ის პოლიტიკური საზოგადოებრივი ზოგადად ოჯახშიც კი არ მშობელთან ურთიერთობაში ასე შემდეგ მეგობართან ურთიერთობაში არ მახსოვს ვიყო ყოფილიყო ესეთი მართალი. მოდო დღემდე ვერ გამიგია რა უნდოდათ. დღემდე ვერ გამიგია რა უნდოდათ. ამიტომ ეხა არის რაღაცა რაც უკვე ზღვარსაც შლის პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს ზღვარი უკვე წაიშალა აქ უკვე აღარაფერ შუაში არ არის პოლიტიკა პარტიული პარტია არაფერ შუაში არ არის. ნამდვილად უბრალოდ დავდექით ორი არჩევანის წინაშე ერთი ან თავისუფლება და ქართული ეროვნული მოძრაობა აი ამ არჩევანის წინაშე დავდექით ან ბნელი საბჭოთა მენტალობა და საბჭოთა ბნელეთი აი რაღაცა ფანტომი ტკინეული წარსულიდან გავრილობის სახით კვლავ ამოგვიტივტივდა. ეს ორი არჩევანია რა. აქ უკვე არ უშუალოში აღარ არის ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ლელო, გირჩი, ევროპული საქართველო, არ ვიცი კი ბევრი პარტია მე გამომრჩება და დინო ბურჯანძის პარტია, დადუჭიძეს ყველა. არაფერ შუაში არ არის ვიღაც აინტერესებს, ხახო. თავარი რამე თქვენს, ხო? რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო 20 ივნისიო და ის ბატონი იქიდან ამას იძახის ახლაც და ის ბატონი ჩვეულებრივი ბატონი არ არის, ის გავრილოვი. და ხვალ რომ მოხდეს მეგობრებო, იგივე რაც მოხდა 20 ივნისს სამწუხაროდ, ქართველი ხალხი სხვანაირად მოიქცევა, იგივე მოიქცევა. ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მივედი 20 ივნისს, ერთ-ერთი. იმიტომ რომ ვიგრძენი რომ ღირსება და თავისუფლება ილახება. აი ეს ვიგრძენი და მეც როგორც საერთოდ არ ვიყავი თბილისში, არ ვიყავი ფიზიკურად. ეკა, ისმის შემიხმა. კი, როგორ არა? კი. ბოდიში. ისმის ნიკა, ისმის თქვენი. ჩამოვედი. არ ვიყავი თბილისში, ჩამოდი, ისევე გამოვიდა უამრავი ადამიანი, ზოგი ექიმი, ზოგი ინჟინერი, ზოგი უმუშევარი, უმრავლესობა არ ვიცი მიატოვეს, ყველაფერი გამოვედით გარეთ. და თქვით რომ სულში შეურაცხყოფა რატომ მოგვაყენეთ? კაცო გადადექი, კობახიძეს ვითხარით. არა, არ გადავდგებიო. და დაიწყო და მე დათვის ტყვიები, დევნა, მანამდე წინ უძღოდა რომ მოლაპარაკებებზე შემოდიდო და შევდიოდით. მე გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულაო და მოულოდნელად სროლა ატეხეს, ხო? მე ნუ კარგი რაც მოხდა პერიპეტიებს ეხლა არ გავიხსენებ, ხო? მოულოდნელად კვლავ გააცოცხლეს ყველაზე სენსიტიური, ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მომაკვდინებელი ქართული ოცნებისთვის მე მგონი საკითხი და აი ამ აბრილოვის საქმის ეგიდით დამიპირეს ციხეში შეყვანა. მტკიცებულება არ არსებობს ერთი, იმიტომაც მაშინ ვერ დამიჭირეს. 92 დეპუტატს ბოლოს ვერ დამიჭირეს, არ არსებობს მტკიცებულება. მეულებიან მეგობრო იურისტები ზოგი ქვეყნის გარეთ არის. ხო, სტრასბურგში როგორც კი მოხდება ეს საქმეო, ნუ აი ხო გეუბნები, იგი თავარეში დაარეგისტრიროა, არც უნდა დანარჩენი თავისით მოხდება. იმდენად ჩავითეთზე არის ყველაფერი. ეხლა და აქ უკან დახევა წარმოუდგენელი არის. ეთყობა მე ვფიქრობ, აი მიშა საუბრობდა შილდაზე, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მგონი კითხეთ. მეც არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. ალბათ დააპირეს, იფიქრეს, რომ ეხლა ოპოზიციურ ველზე არის დეზინტეგრაციის პროცესი, იქ ვიღაცა პარტიიდან მიდის, პარტია პოსტსაარჩევნო პროცესია, პარტიები გადალაგების ფაზაში არიან, პარტია ორად გაიყო, ასე და კარგი მომენტიაო, რომ ეხლა ეს მელია იქ რომ დაბოდიალობს და ხმაურობს და იქ რაღაცა ეთყობა იმ პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც გახდა რაღაცა ისეთი პროცესები წარმოიწყო, რაჯანდაბათ გვინდა, როხროხებს ხმაურობს და მოდი ეხლა ხო არ მოუღრიცოთ კისერი ბარემ, ხელმაში გადავტეხოთ მელიასთვის ეხლა ვის ცხელა საკუთარ პარტიებში. ვითომ რა მოხდა
როგორც არასოდეს და როგორც ვერ წარმოიდგენთ, ყველანი გავერთიანდით. იმიტომ რომ ძალიან სენსიტიურ, ძალიან ეროვნულ საკითხს შეეხნენ, ხახტო. და ეხლა ორ გამოსავალს ხედავ აქედან. ერთი ადგეს უნდა ქართული ოცნება და მე კი არა და რომელიმე პოლიტიკოს კი არა ქვეყანას მოუხადონ ბოდიში და მივიღებთ ამ ბოდიშს, ან ჩემის აზრით ერთადერთი კი არა და მეორე გამოსავალი ახალი არჩევნები. არ არსებობს მესამე. აქ ან დავმარცხნებით ჩვენ ამ ბრძოლაში ყველანი. ან დამარცხება ქართული ოცნების აი ეს რეჟიმი. მესამე გამოსავალი არ იქნება უბრალოდ. აი ამ დილემის წინაშე დაიყენა ქართული ოცნებამ საკუთარი თავი ასე ხედავ მე ამ პროცესს. კი ბატონო, მე აღარ დაგღლით. დღეს ძალიან ბევრი განცხადებები გააკეთეთ და ბევრი ილაპარაკეთ. ძალიან მძიმე იყო. ხო, დაუღლელი თუ ხართ, მით უფრო ცუდი ამბავი ხელისუფლების. არა, იცით რატო, იმიტომ რომ გიქა არ ხო არ უამრავი ადამიანია, ხახ თუ აი რაც ხდება ეხა აი მოფიში. ციხეში თუ გარეთ, ნიკა, გესმით ჩემი კითხვა, სად უფრო საშიში იქნებით ციხეში მე ვერ წავა. არ წავა, გამორიცხულია ციხეში შემი შემყვანი ხელისუფლებაში არავინ არ არის. არავინ არ არის. თუ მოვიდნენ სპეცრაზმით თუ მოვიდა. ნუ გამორიცხული არის უბრალოდ, გამოვრიცხავ. რატო გამოვრიცხავ? იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ეხლა ნიკამელიას კი არ ასამართებენ. ანუ ასამართებენ ამის გადაწყვეტილება რომ გამოიტანეს. მართლა თითოეული ადამიანს ვინც რუსთაველის გამზირზე იმ დღეს გამოვიდა, ვინც აღშფოთდა, ვინც ხმა აიმაღლა, ვინც არ ვიცი მართლა ქვეყნის სამშობლო სადარაჯოზე დადგა და ასე ჩათვალეს, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ. მე ხომ ერთ-ერთი ვიყავ, ის სხვა, ის თქვენ სხვები. ჩვენ ხო ყველანი ერთად აღშფოთდით. ამიტომ ეხლა როგორც უნდათ ისე გამოვიძვინოთ თავი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ციხეში წასვლის ხარჯზე ვერ მოხდება და დაუშვათ და აი რომ მიკრას ეხლა თავში აზრმა რომ მე უნდა შევიდე ჩემი ფეხით ციხეში. ციხეშიც კი ალბათ 10ჯერ შეიძლება 5ჯერ უარესი იყოს ეხლა ქართული ოცნებისთვის ვიყო მე გავრილობის გამო ვიდრე გარეთ ორივე მოკლედ არის რა ცუცვანგი არის ხო იცით ჩემზე კარგა ინგლისელები ამბობენ catch 22 situation კახელები ამბობენ კიდევ წინ კლდე და უკან კიდევ სხვა რაღაცაა აი ეს ვითარებაა რა ანუ რაც არ უნდა გააკეთონ ძალიან ძიმე მდგომარეობაში არიან და მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე თუ კი იპოვდა დარწმუნებული ამას ვერ იპოვიან საკუთარ თავში ძალას რომ თქვან ბოდიში მოიხადო განუხტავს ვითარებას მესამე ვადაში არიან მიტაცებული აქვთ ხელისუფლება გაყალბებული აქვთ არჩევნები მეხვეწებოდნენ შემოდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ხო შემოდიო ოღონდ შენო შემოდითო ნუ ებსიტად შემოდით პარლამენტში ოპოზიცია რა გინდათ ქუჩაში რომ და დღეს თქვი და გავიმეორებ შენის ეთერით შენს ეთერში თუ შეიძლება შენის ნებართვით რომ შევსულიყავი ძირფასო საზოგადოება მე პარლამენტში ხო ყველა დარწმუნებული ვართ რომ არავინ არ გამოცხადებოდა პროკურატურიდან და არ იტყოდა ნიკამელია შებოროთ მოქმედო სახელმწიფოს როგორ ატრიალებდი აი ალეკო ელისაშვილთან ერთად რომ მიცულებულიყავი ხო და შევსულიყავი ხო არავინ არ მეტყოდა არ მეტყოდა ორი მიზეზის გამო ერთი იმიტომ რომ ვიქნებოდი მორჩილი უკვე მათი და ვიღას რაში დავაინტერესებდი ხო ხელხემაში გადატეხილი პოლიტიკოსი აღარ ვიქნებოდი აი ერთი უბრალოდ რაღაცა გვამი არ ვიცი რაღაც დადის უბრალოდ ერთი მელოტი ადამიანი აი ესეთი დეპუტატი მე ვერ ვიქნებოდი ხო უღალატებდი ქართულ ხალხს და გაუფორმებდი მოპარულ არჩევნებს და ლეგიტიმაციას შევძენდი პარლამენტს თითქოს ხო ან მეორე თუ შევიდოდი და მართა სახელმწიფოს ვატრიალებდი ამას ვეუბნები ყველას რომ დამოკლეს მახებილი ვიტკიდია უამრავ ადამიანს ესე როცა მოუნდებოდა დამიჭერდნენ კარგად ანუ თუ მონდა და მონა ვიქნებოდი არ გამიცოცხლდნენ საქმეს თუ არ ვიქნებოდი გამიცოცხლდნენ და ესე ამ ყველაფერზე ბევრმა ადამიანმა ვთქვით უარი და შევედით გადამწყვეტ ბრძოლაში და ჩვენი ბრძოლა კი მოხდა ისე რომ არავინ შეიძლება არ ელოდებოდა ხო ერთი კვირიც გვეუბნებოდნენ სადახართ ოპოზიცია რას აკეთებთ დაუშვათ მაგრამ ისეთი პროცესი აბუხბუყეს და ისეთი პროცესი
უკვე ვითარდება, რომ არის დიახაც ეროვნული მოძრაობის გაგრძელება ეს პროცესი და გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ. აქ მარცხი ვერ იქნება. ვერ იქნება მარცხი. ბატონო ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ეთხოვა ოკუპაციის 100 წლის თავს. ძალიან სიმბოლურია და სიმბოლოებს მართლა აქვს თავისი მნიშვნელობა ისტორიაში. დიდი მადლობა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რასაკვირველია. და თქვენს დაყურებლებს და საზოგადოება ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუძნობ, არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა.